გამარჯობა, მე ვარ თინათინ გოგოჩაშვილი. YouTube-ი არხი კიბენიკ თავაზობთ გადაცემას პოლისემიას. პოლისემია ეძღვნება ლიტერატურას და ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს. გადაცემა მიმდინარეობს დიალოგის სახით. რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთს არითავ გვანდით, თქვენ მორჭმულის თამაშობდით, ჩვენ ტირალნი ღაცვთავ ბანდით. ამ სიტყვებით მიმართავს ტარიელი ავთანდილს. ვინ არის ტარიელი? ტარიელი არის განადგურებული, მიწასთან გასწორებული სამშობლოს შვილი და ამავე დროს სატრფო დაკარგული. და ვინ არის ავთანდილი? ავთანდილი არის ყველაზე ძლიერი არაბეთის ამირბარი და მისი მომავალი მეფე. ის ბედნიერია ყველა მხრივ. მას უყვარს თავისი სატრფო, არის მისგან შეყვარებული და ეს ქმნის საოცარ კონტრასტს ამ შემთხვევაში ამ ორ ადამიანს შორის. ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად ჩვენი საოცარი მწერლის ნიკოლ ორთქიფანიძის ნაწარმოებს შელოცვა რადიოთი და ძალიან საინტერესოდ ჟღერს სწორედ ამ კონტექსტში. დღევანდელ დიალოგში, რომელიც ამ მოთხრობას ეძღვნება, მონაწილეობთ მე, თინათინ გოგოჩაშვილი, ფილოლოგი და ფილოლოგი ლია გოგოხია. გამარჯობა ლია. მოგესალმებით. მოთხრობა ეხება ერთი ქართველი ქალის ბედს, რომელსაც მართლაც რთული სვედა ბედი ხვდა წილად და ეს რა თქმა უნდა არის დაკავშირებული სიმბოლურად ასახავს თავად ჩვენი სამშობლოს საქართველოს ბედს. სულ რამდენიმე სიტყვით რომ მითხრა შინაარსი ამ მოთხრობის და შემდეგ უკვე ვისაუბროთ იმაზე თუ რატომ აირჩიეთ ეს ნაწარმოები განსახილულად, იმიტომ რომ მე ყოველთვის ესე ვცდილობ ხოლმე რომ სტუმარმა თავად აირჩიოს ის ნაწარმოები, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად აი საინტერესოა ის თქვენ რატო აირჩიეთ. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქართული და ევროპული ურთიერთობის შესახებ. და ამ ნაწარმოებში ზუსტად აი თქვენ ეპიგრაფით დაიწყეთ თქვენი დღევანდელი გადაცემა. და აი მტირალი საქართველო არის ზუსტად ელი. და აი ამ მტირალი საქართველოს ისტორია არის მოთხრობილი ამ ნაწარმოებში. და როგორ აღმოჩნდა აი ეს მტირალი საქართველო ელი იმ დიდი ქვეყნების გარემოცვაში, როგორებიცაა ამერიკა და ინგლისი. და ასევე ეს ნაწარმოები ჩვენ ვასწავლის, რომ უსამშობლობა არის ტრაგედია. და აი ამ ნაწარმოებში ასახულია ზუსტად ამ ტრაგიკული ქალის ისტორია და ბედი. უბრალოდ ერთი მონაკვეთი იმ დიდი ტრაგედიისა, რომელიც 20-იანი წლების საქართველოს დაატყდა თავს. მხოლოდ ერთი მონაკვეთი და რატომ ავირჩიე ახლა ეს ნაწარმოები. პოლისემიურად ეს ტექსტი არის ძალიან საინტერესო და რადგან თქვენს გადაცემას ქვია პოლისემია, ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ ყველა ტექსტი თქვენ თავად მოგეხსენებათ, შეიძლება განვიხილოთ პოლისემიური მეთოდით. მოგეხსენებათ, ყველაფერი ტექსტში ზედაპირზე არდევს. ამ სტრიქონებს მიღმა იკითხება ქვეტექსტებში იკითხება მთავარი სათქმელიც და ყველაზე მეტად ამ მოთხრობის განხილვა, ანალიზი გაუჭირდათ პირადად ჩემს მოსწავლეებს. და რატომ გაუჭირდათ? ამ მოთხრობის შესახებ არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. არსებობს მონოგრაფია, დისერტაცია, არსებობს სტატიები, დავასახელებ ავტორებს, ქალბატონ მაია მენთეშაშვილის, ქალბატონების ლია კარიჭაშვილის, მაკა სახურიასი, ლალი დავითაშვილის, მაია ჯალიაშვილის და არსებობს ასევე შესანიშნავი რესურსი ქალბატონ მაია ნინიძის, რომელიც არის აი ზუსტად სკოლის მოსწავლეებისთვის გამიზნული. და თუმცა არა მარტო სკოლის მოსწავლეებისთვის, ეს გამოადგება პედაგოგებსაც და
იმათ ვისთვისაც ლიტერატურა არის ძვირფასი და ლიტერატურა არის თავშესაფარი. ისევე როგორც მაიელინიძის ალბათ ყველა კვლევა. დიახ, მაგრამ განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის ეს ალბათ სპეციალურად შექმნა, იმიტომ რომ აი ესე მარტივად გასაგებად და საინტერესოდ აქვს ეს რესურსი გაკეთებული და ისე თუ შესაძლებლობა გვექნება რომ ჩვენ ამ რესურსის მისამართი მივუთითოთ მოსწავლეებს. რა თქმა უნდა. დიახ. ტექსტი თავიდან, როდესაც მოსწავლეებს ამ ტექსტს ვაცნობ, აუცილებლად ვეუბნები ვუყვები ნიკოლ ორთქიფანიძეზე. ნიკოლ ორთქიფანიძე თქვენს მოგეხსენებათ იმპრესიონისტი მწერალია და მისთვის სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი სწორედ სიტყვით ახდენს ის ეფექტს, ანუ შთაბეჭდილებას კითხვებზე. ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვასწავლი. კომაროვი გაგიგიათ კომაროვის სკოლა, დიახ, ფიზიკა-მათემატიკის პროფილისა და მათ ძალიან მოსწონთ, ასე ამბობენ, რომ ლიტერატურული ტექსტების ამოხსნა. და ასე რომ ჩვენ ერთად ვხსნით ხოლმე რა იმალება ამა თუ იმ სტრიქონს მიღმა და ამის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა თავად ტექსტი. აი პირველივე წინადადებით რო დავიწყოთ, აი პირველივე წინადადებაში უკვე მე წავიკითხავ ამ წინადადებას, მაგრამ მანამდე რა მინდა გითხრა, იცი ეს გადახვევის სახით. ესე იგი, რატომღაც არის გავრცელებული მითი, რომ ფილოლოგებმა არ იციან მათემატიკა და არ სჭირდება რომ იცოდნენ და ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მათემატიკა რომ უკეთ მცოდნო და გაცილებით უკეთესი ფილოლოგი ვიქნებოდი. აი ეს დასკვნა გავაკეთე და თანდათან მიძლიერდება გამუდმებით ეს წარმოდგენა ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან კარგი რომ სწორედ თქვენ ასწავლით მოსწავლეებს და ასე შვენივრად ახერხებთ მათემატიკისა და როგორ ვახერხებთ ახლა ამას ჩვენ მოდი აი დავიწყოთ თავიდან ესე იგი რადგანაც ჩვენ მაინც ასე ვთქვათ მაინც ახალგაზრდებზეა გათვლილი ჩვენი გადაცემა ძირითადად აი ესეთი თანდათანობით მივყვეთ ტექსტს. შალვა გორდელიანმა შეირთო იოჰანე ვახერერის ასული მატილდა. დიახ, ამ წინადადებით ჩემი აზრით ნიკოლ ორთქიფანიძემ გამოხატა სწრაფვა დასავლეთისკენ. ჯერ თავად შალვა არის ტრადიციული ისტორიული სახელი. რაც შეეხება გორდელიანს, გორდა მოგეხსენებათ არის ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა და სხვათა შორის აქ მინდა აღნიშნო, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სწორედ გენუელებმა წაიღეს საქართველოდან ამ ხმლის დამზადების ტექნოლოგია. და ეს ძალიან სიმბოლურად ძალიან აი უხდება ამ დასავლეთისკენ სწრაფვას, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი დაინტერესდა ქართული ხელოვნებით, ქართული კულტურით, ამ ქართული ნაკეთობით. რაც შეეხება გერმანელ ქალს, მატილდას, მაშინვე დასვეს კითხვა, რომ რატომ გერმანელი ქალი? ანუ მოსწავლეებს გაუჩნდათ ეს. დიახ, მოსწავლეებს გაუჩნდათ შეკითხვა, რომ რატომ გერმანელი ქალი საიდან აღმოჩნდა და სხვათა შორის აქ უნდა აღნიშნოთ, რომ ტექსტი დაწერილი არის ეს მოთხრობა 1928 წელს. აქ აუცილებლად მათ უნდათ მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ გერმანელებსა და ქართველებს აქვთ 200 წლიანი ურთიერთობა. 1817-18 წლებში გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ საქართველოში და მათ ჰქონდათ კულტურული და მატერიალური დაინტერესება, ანუ ეკონომიკური დაინტერესება საქართველოში. გარდა ამისა, თვითონ თავად ნიკოლ ორთქიფანიძე ავსტრიაში სწავლისას კარგად გაეცნო გერმანულ ენოვან ლიტერატურას და თბილისში ჩამოსვლისთანავე მან დაიწყო სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. სხვათა შორის ასწავლიდა მან გერმანულ ენას. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. მე მინდა მსმენელს ვუთხრა, რომ ეს ინდუსტრიული ინსტიტუტი არის დღევანდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სხვათა შორის მან ხელმძღვანელობდა უცხო ენების კათედრას. იყო უცხო ენების კათედრის გამგე. შესაძლოა ამიტომაც რაღაც
პატივი გამოხატა ამ გერმანული კულტურისადმი და ამ კულტურის მიმართ და ამიტომ შერთო ახლა შალვას ეს გერმანელი მაინც და მაინც გერმანელი ქალი ცოლად. ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის შედეგად დაიბადა ქალი, სახელად ელი. დიახ. ძველებური სახელი ელპიდა დაარქვეს. დიახ. აი თუ ყურადღებას მივაქცევთ, ნახეთ, ქართველი არის გატაცებული ევროპელით. ანუ შალვა არის გატაცებული მატილდათ, ევროპელი ქალით. მაგრამ ის ნახეთ, ანუ თაყვანსცემს ქართველს. ესე იგი, რა უნდა ეთქვა ნიკოლოზ ორთქიფანიძეს, რომ აი დასავლეთისკენ სწრაფო, ანუ აი ეს ტანდემი რო შემდგარიყო. ქართულ-ევროპული ტანდემი რო შემდგარიყო, ეს უნდა და რაღაც იმედს ელოდა ამისგან. იმიტომ რომ ეს ელპიდა სახელი თავად ნიშნავს იმედს. სასოებას იმედს, მართალია ელპიდე ეს სრული სახელია და მისგან დარჩა ელი, იმიტომ რომ რადგან თუ თვალს გადავავლეთ დღევანდელ ჩვენ ქართულ-ევროპულ ურთიერთობას ვერ შევერთდით. ესე იგი ეს ტანდემი ვერ შედგა და შესაბამისად იმედი ჩაკვდა, ამიტომ ნიკოლოზ ორთქიფანიძე ხო სიტყვის დიდო სტატია და ეს ელპიდა სახელი თვითონ შეკვეცა და დატოვა ელი. და ეს ელპიდა დიდების ლოცვანში ჩაწერილი ჩაკვდა. ესე იგი ეს იმედიც ჩაკლა. შესაძლოა ამას ფიქრობდა. როდესაც ამას წერდა. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს რომ ჩაკვდა თანაც აი ამ ლოცვაში, მაგრამ მე მგონია რომ ლოცვაში ისე საბოლოო ჯამში არაფერი არ კვდება და ესეც ალბათ იცის ნიკოლოზ. ნახოთ როგორ დასრულდება ეს მოთხრობა, ამასაც ნახავთ, ესე იგი ეს იმედი ჩაკვდა თუ იმედი ისევ არის. აი ეს სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას. დიდი ხნის დაწერილი იყო მერანი, აჩრდილი და ელგუჯა. სიტყვაც წეწდა, იალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას და მით თვრებოდა ერი. დაიბადა ელი, სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენებას. 3 ნაწარმოებია დასახელებული. დიახ, 3 ნაწარმოებია დასახელებული და აქვე რა თქმა უნდა უჩნდებათ ბავშვებს კითხვა, რომ რატომ მაინც და მაინც ეს ნაწარმოები რა ხდება მანდ. ესე იგი, აჩრდილში ილია მოგეხსენებათ დაეძებს გმირს, რომელიც ამ მიძინებულ ქართველობას გამოაღვიძებს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წინ წარუძღვება. მაგრამ ასეთი გმირი არ ჩანს. თუმცა რა თქმა უნდა ეს ნაწარმოები არსებობს და ეს ნაწარმოები დაიწერა იმიტომ რომ ეს ხალხი გამოფხიზლდეს. ილიას მიზანით სწორედ ეს არის. ასპარეზი არსებობს, უბრალოდ ჯაგით აღსილა და ვერანათქმილა თორე. დიახ, მაგრამ გმირი დაბადება არ ჩანს, ვერ იბადა, ამიტომაც შესაძლოა ნიკოლოზ ორთქიფანიძე იმიტომ წერს, ხო, აი დაიბადა, მაგრამ მერე რა? სილამაზის გარდა სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას. შემდეგი ლექსი, ანუ მერანი ნიკოლოზ ბარათაშვილის. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრძოლისკენ მოუწოდებს, მერე რა რომ განწირულია ეს სულისკვეთება. მერე რა ვიღაცას მაინც ხომ გამოადგება, ვიღაცას მაინც ხომ გაუკაფავს გზას ეს მერანი და ამიტომ ესეც ბრძოლისკენ მოუწოდებს, აღაზევებს, ამანაც შეიძლება გამოაცოცხლოს და მესამე ყაზბეგის ელგუჯა. ელგუჯასთანაც ორი გზა არსებობს ელგუჯასთვისაც, ერთი არის დანებება, მეორე ბრძოლა და ელგუჯა ირჩევს ბრძოლას. მაგრამ მაინც რა აქვთ ამ 3 ნაწარმოებს საერთოდ, ესე იგი, რატომ მაინც და მაინც ეს 3 ნაწარმოები, იმიტომ რომ ბევრი ნაწარმოები იყო დაწერილი მაგ დროს და თქმა უნდა. რატომ გამოარჩია? თითქოს ამ 3-ვე ნაწარმოებს, ამ 3-ვე გმირს, ვთქვათ, აქვთ ვალი სამყაროსა და თვითონ თავად მოყვასის წინაშე. პასუხისმგებლობა, შეგნება იმისა, რომ მათ აქვთ ვალი სამყაროსა და მოყვასის წინაშე და გრძნობენ პასუხისმგებლობას. და გარდა ამისა, მან ახსენებს რუსთაველსაც, რომ რუსთაველით თვრებოდა ერი, ანუ წარსულის დიდებიდან ვერ გამოვიდა ქართველი. ისევ წარსულს მისტირის და ახალი გმირი არ ჩანს.
რომელიც თავისუფლებისკენ წაიყვანს ქვეყანას. და ამიტომ წერია რომ თვრებოდა და არა რაიმე სხვა სიტყვა. დიახ, ამიტომაც წერს რომ თვრებოდა. შეიძლება ამ დროს მოსწავლემ სხვა ინტერპრეტაცია შემოგთავაზოს, რა თქმა უნდა, არგუმენტირებული თუ იქნება, ეს ყველანაირი ისე საინტერესოა თუ გთავაზობენ ხოლმე ამ ტიპის რა თქმა უნდა გთავაზობენ და აი თანდათან შეიძლება ეს მოსწავლების ნააზრევიც ჩავურთოთ ამ ჩვენს ძალიან საინტერესო იქნება ეს განსაკუთრებით საინტერესოა ესე მგონია და უკანა ოთახებში კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა გამდელი ხსოვდა ზღაპართა და თქმულებათა ფერად ხალიჩას. აი უკანა ოთახი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პრიორიტეტული, ანუ უფრო უპირატესობა ენიჭება, აი ელის აქვს ევროპული განათლება, ფრანგული იცის, ცეკვა, თამაში, მიხრა, მოხრა და აი ზუსტად უკანა ოთახში ისწავლება ის ტრადიციული ქართული და ეს ალბათ ძალიან დასანანია, იმიტომ რომ ეს ხდება უკანა ოთახში და ანუ ქართველობა უკანა ოთახშია დარჩენილი. ანუ ქართველობა უკანა ოთახში რო არის მოტოვებული და ეს ძიძა გამდელი ამ უკანა ოთახში აზიარებს მას იმ ქართულ ტრადიციებს, იმ ქართულ კულტურას და რაც თავარია ღირსებას. აი ამ უფერადებს სამყაროს, მაგრამ წინ მაინც არის ფრანგული ცეკვა, თამაში, მიხრა, მოხრა. და ეს არის დასანანი. იმიტომ რომ ქართველი საკუთარს ყოველთვის უკანა მხარეს წევს და აი გატაცებულია ახლა აი ამ ევროპული თქვათ განათლებით და უპირატესობას სწორედ მას ანიჭებს. სულ სხვისკენ გვეჭირა მაინც თვალი. კი ბატონო, და აი შემოდის უკვე სხვა ქვეყანა ელის ასე ვთქვათ თაყვანისმცემლის სახით, რომელიც მერე მისი ქმარი ხდება. ამითი რუსული იმპერიის სახე დაგვანახა, რუსეთის არისტოკრატიის სახე დაგვანახა, ბორენკოვის სახე და არა ვთქვათ იამშიკის, რომელსაც ჩვენ ილიადად ვიცნობდით. მაგრამ რითი განსხვავდება იმ იამშიკისგან? მოდი ახლა მაინც ნახოთ ბორენკოვის დახასიათება. ულევი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველას განმოწონებული გრაფი ვლადიმერ ანდრეევიჩ ბორენკოვი. ეს არის ინტელიგენტი რუსის სახე. დიახ. ინტელიგენტი რუსის სახე და ამან მოხიბლა ქართველი თავადაზნაურები. მისმა ინტელიგენტობამ. მათ შორის ელის მამაც. დიახ, მათ შორის ელის მამაც და სხვათა შორის იმ ვაგონში იმყოფება ერთი თავადაზნაურის ზაალის სახელით არის მოხსენებული, რომელსაც ვნახავთ, რომ როგორ უმწეოდ გამოიყურება ამ ვაგონში, როდესაც ბორენკოვი ელის გადახდის საბანს და აჩვენებს თავის თანამეინახეებს, რომ აი შეხედეთ მე როგორი ქალი ჩავიგდე ხელში. ანუ რა სილამაზე არის თქვენ წინ. და აქვე მინდა გავიხსენო ალექსანდრე მესამის ჩამოსვლა საქართველოში, როდესაც ეგზარხოსმა წარმოთქვა სიტყვა და თქვა, რომ საქართველო არის ობოლი მარგალიტი რუსეთის იმპერიის გვირგვინში. აი ამ საბნის გადახდით ზუსტად ამის ჩვენება უნდა და ამ აღვირახსნილი საქციელით ბორენკოს ერთ მხრივ მარგალიტობის და მეორე მხრივ სიობლის. დიახ. და აი ეს მარგალიტი ჩაიგდო ზუსტად ხელში ვლადიმერ ბორენკოვმა და აქ ბავშვებმა სხვათა შორის ასეთი ვერსია შემომთავაზეს, რომ ხომ არ გავს ეს ბორენკოვი ჩვენს გრიბოედოვს, ნინო ჭავჭავაძის ქმარს. იმიტომ რომ გრიბოედოვი სწორედ საინტერესო საქმეების იყო საქმეებით ჩამოსული საქართველოში, ისიც უებროდ ცეკვავდა, უკრავდა როიალს და იყო ზრდილი და კულტურული. ზრდილიც, კულტურულიც და სხვათა შორის ბავშვებმა თქვეს, რომ არ გაუჭირდებოდა გრიბოედოვს პატარა გოგოს 16 წლის ნინო ჭავჭავაძის მოხიბლაო და სადღაც რაღაც მიმაჩნია, რომ არგუმენტირებული არის ეს ვთქვათ მოსაზრება. იმიტომ რომ
ეს ბორენკოვი იქ ჩვენ ახლა გრიბოედოვთან არ გვინდა თემას გადაუხვიოთ, მაგრამ ბორენკოვი ზუსტად რუსეთის არისტოკრატიას წარმოადგენს, მაგრამ ბორენკოვი აღვირახსნილი რუსეთის იმპერიის წარმოადგენელია და გრიბოედოვ ჩვენ ასეთად არ ვიცნობთ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა ეხლა იმან, რომ ბავშვებმა თუ ასეთი ჰიპოთეზა წამოაყენეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ინტერესით ეცნობიან ტექსტს. ესეთი ჰიპოთეზა რო თქვა, რაც არ უნდა ვთქვა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებოდეთ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეს წაიკითხე და მასზე დაფიქრდი და დიახ, რადგან პოლისემიურობას არა, მე ბავშვის პოზიციიდან ვამბობ, გამიხარდა. დიახ, და სხვათა შორის კიდევ ქონდათ ასეთი მოსაზრება. რა თქმა უნდა, ცოტა შორს წავედით და ბიბლიურ თქმულებებსაც მივადექით და მივადექით ნოეს კიდობანს. და ახლა აქ ძალიან საინტერესო იყო ის, რომ სხვათა შორის ჩვენთან არის რუსი ეროვნების მოსწავლე, რომელმაც ასეთი მოსაზრება შემოგთავაზა. მოგეხსენებათ, ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ მიყო მევენახეობას ხელი, დაწურა ღვინო, დათვრა და შიშველს მიეძინა. მას ყავს 3 ვაჟი, სემი, იაფეტი და ქამი. აი ამ რუსი ეროვნების მოსწავლემ თქვა, რომ აი ეს ქამი რუსულენოვან ტექსტში იწოდება ხამად. ესე იგი ხამი პოლისემიურად ნიშნავს გაუთლევს, უხეშს, აი აღვირახსნილ ადამიანს, ხამი. აი ზუსტად ხამივით იქცევა ბორენკოვი, აი როდესაც საბანი გადახადა. ნამდვილად ხამივით იქცევა. დიახ. და აი მისი სახეც უცებ წარმოჩნდა, ეს არის ხამი, უხეში, ადამიანის საქციელი და არა ღირსეულისა, როგორადაც იქცევა. ანუ არის იაფეტის შთამომავალი რეალურად, მაგრამ იქცევა ხამივით. იქცევა ხამივით და ეს მოსაზრებაც ჩემი აზრით არა, ეგ ნამდვილად ანგარიშგასაწევია, ისევე როგორც ახლა შეიქმნა ახალი ისრაელი და ქრისტეს ერი გახდა ის, ვინც არის ქრისტეს მიმდევარი. შესაბამისად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ის, რომელიც შემდეგ წყევლის ნოე თავად ის თავისი ის ვაჟი, მის ასე ვთქვათ, სულიერ შთამომავლებად უნდა მივიჩნიოთ ისინი, ვინც იქცევიან შესაბამისად, ხო, როგორც გამი მოიქცა ისე. ალბათ. შემდეგი ძალიან ისეთი ჩემი აზრით ერთობ მტკივნეული მომენტი ეს არის სწორედ ელის მეორე ქორწინება, როდესაც ის ცოლად მიყვება ქართველს და მისი წუხილი არის ესეთი, ვერ მოუვლის ოჯახს, სულელია და რა ეშველება, ეს ერთი და მეორე მუდამ მიმტკიცებს, რომ მე და ყოველი სხვა ქალი ერთია. აი ეს ორივე ამბავი მეტყველებს აი ამ ბატონის იერონიმეს მოუმწიფებლობაზე. დიახ, აი საინტერესო ის არის, რომ ბორენკოვი რუსია და რუსთან მართალია ჯვარი დაიწერა ქართველმა, მაგრამ შედეგი არ ჩანს, იმიტომ რომ ელი გამორბის ბორენკოვისგან. ანუ ამ რუსეთის იმპერიასთან ჩვენ რუსეთის იმპერიის დაშლა, სხვათა შორის აქ კადრი შეცვალა ნიკოლორ თიფანიძემ, როგორც კი ელი ჩამოხტა ვაგონიდან, კადრის დიდოსტატმა ნიკოლორ თიფანიძემ შეცვალა კადრი და ასეთი წინადადება შემოგთავაზა. რონოდაში სხვა სული ტრიალებდა, სხვა სული დაატრიალა და აი ბორენკოვისგან გამოქცეული ქართველი ჩაუვარდა ხელთ, ჩაუვარდა კი არა, უფრო სწორად დადგა საფრთხის წინაშე. საფრთხის წინაშე და ამ დროს გამოჩნდა იერონიმე შვინდაძე, შინდი, აქაც მინიშნება გაგვიკეთა ნიკოლორ თიფანიძემ შინდისფერი საქართველო და თავად სახელის ეტიმოლოგიასაც თუ ავხსნით, იერონიმე ღვთისახელიანს ნიშნავს ბერძნულად.
ღვთის სახელიან და საქართველოს ზუსტად ღვთისმშობლის კალთა იფარავს და შესაძლოა აი იერონიმეს დაახსნევინა იმ გავეშებული ბრბოსგან, რომელიც მატარებლიდან ჩამომხტარი ელის წინაშე გაჩნდა. აი მან ტექსტში არის გავეშებული, გამტვერიანებული ბრბოს წინ და აქ იხსნა ზუსტად იერონიმე შვინდაძემ. აქ კიდევ ერთი დეტალი გამომრჩა, რომ აი ბორენკოვისა და ელის ქორწინება გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი. ეს ტრაქტატი კი შედგა, მაგრამ ვერ შეითვისა ქართველმა რუსი. როგორც ბარათაშვილი ამბობს, ოდეს ბუნება სხვადასხვაოდეს, ესე იგი სხვა ბუნების ვიყავით და ამიტომაც ჩამოახტუნა ნიკოლა რტკიფანიძემ, ამიტომაც დააშორა ბორენკოვს. თუმცა ბორენკოვი არ ჩამომხტარა, არ გამოკიდებია ელის. სხვათა შორის ის ბრბოც, რომელიც იქ დახვდა დიდი ახტაცებით, როგორც კი სხვა მატარებელი მოვიდა, იმათაც უცებ მივიწყეს. იმიტომ რომ მან უკვე იმ ეპოქას ხატავს და იმ დროს, რომ რუსეთის იმპერია დაიშალა. რუსეთის იმპერია დაიშალა და მოვიდნენ სათავეში ბოლშევიკები. და არც ცალიათ ელის სადევრად. არც ცალიათ ელის სადევრად, ზუსტად ეს კადრი დაგვიხატა და ახლა შვინდაძე დიახ, მან გაუწოდა ელის ფოსტალი. მაგრამ ფოსტალი არის დახეული. საერთოდ ძირითადად ფოსტალი, ფეხსაცმელი არის მიწაზე მყარად დგომის სიმბოლო. თითქოს შესთავაზა მან რაღაც სიახლე, რაღაც გზას დაადგა, თქვათ ელი. ან ურჩია რომ რაღაც გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ეს ფოსტალი დახეულია. ეს ფოსტალი დახეულია და იერონიმემაც ვერ შეაფასა, თუ ვერ დააფასა ელის ღირსება, ვერ დაინახა ვერც მისი განათლება, ვერც მისი ნიჭი და ამიტომაც მათი კავშირი კი შედგა, შვილიც დაიბადა, მაგრამ შემდეგ ეს იერონიმე ქრება, გააქრო ნიკოლა რტკიფანიძემ ამ ნაწარმოებიდან და დარჩა ისევ ობლად ჩვენი ელი. ესე იგი, როგორ საქართველოს განასახიერებს შვინდაძე, უმწეო საქართველოს განასახიერებს და აქ უკვე სხვა სურათს ხატავს ნიკოლა რტკიფანიძე, რომ აქ მონასტერი აირია და ერთ-ერთი ამბობს კიდევაც, რომ ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებ ძნესო. ძაღლებს მიუგდეს შესაჭმელად ცხედრები და პუბლიცისტი იხვეწებოდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებ ძნესო. დიახ, ესე იგი არაჩვეულებრივი კადრი დაგვიხატა და ესე იგი იერონიმემ ვერ შეძლო ელის გადარჩენა. და ამ დროს უკვე ნაწარმოებში შემოყავს ინგლისელი. ახლა შესაბამისად რა უნდათ ინგლისელებს საქართველოში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით კარგად ეს ჰექსლე ინგლისელია თუ ფრანგი. აქაც რაღაც მინიშნებას გვიკეთებს ნიკოლა რტკიფანიძე, იმიტომ რომ მაშინ საქართველო ეძებდა ამ თავისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში ეძებდა მოკავშირეს. ერთა ლიგის ქოლგას უსაფრთხოებისთვის და ორი დიდი სახელმწიფო, ინგლისი და საფრანგეთი ამბობს უარს ზუსტად საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. მათ მარტო დატოვეს საქართველო ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და მოხდა ის, რაც მოხდა და გასაბჭოდა საქართველო. აი ეს შედეგი მივიღეთ აი ამ ინგლისის და საფრანგეთის უარყოფილმა ქვეყანამ ეს შედეგი მიიღო. ჰექსლეს თავაზობს ელის, მე მჭირდება ფრანგულის კარგად მცოდნე, გასამრჯელოზე მოვრიგდებით და
ეს აღმოჩნდა მასტური წინადადება. რატომ არის ეს წინადადება მასტური? იმიტომ არის მასტური, რომ ქვეყანაში მოვიდნენ ბოლშევიკები. ამ ბოლშევიკებმა აი მოიტანეს რა, აი ბრბოს დახატული ხალხი როგორია, გამტვერიანებული, ელის განათლება არ სჭირდებოდა ბოლშევიკებს. ელის უცხოენები და მუსიკა და ცეკვა და მიხრა მოხრა არ სჭირდებოდათ. არ ესმოდათ, ელი მართალია უსაქმოდ არ მჯდარა. იქ თავის მეგობარ თინოს ეუბნება, როდესაც კითხა მან, რას აკეთებო, კითხა. დავრბივარო, ამ დავრბივარში იგულისხმება, რომ ელი ეძებს სამსახურს, მაგრამ ელის განათლება და ელის ცოდნა, ელის უცხოენები და მისი ცეკვა და მიხრა მიმოხრა, ახლა ბოლშევიკებს არ ჭირდებოდათ, იმათ სულ სხვა მიზნები აქვთ. იმათ ჭირდებათ განათლებული კი არა, მორჩილი საზოგადოება ჭირდებათ. და ამიტომ ელის ეს ჰექსლეის მასტური წინადადება, რომ მე მჭირდება ფრანგულის კარგად მცოდნე, იმედი ჩაესახა მას, რომ ესე იგი შეძლებდა თავისი ოჯახის დახმარებას და საკუთარ თავსაც იპოვიდა. აი ამ წინადადებით იმიტომ მოიხიბლა და ელი უკვე მიყვება ამ უცხოს. რადგან საერთაშორისო ომის ნადლეჯებსა და სამოქალაქო ომის მოვარდნილ კორიანტელში ვერ გაატანა ცხოვრების ნაფტკვენმა ბუმბულმა, აი სწორედ ამის გამო უწევს მას წასვლა და მის გარშემო, რა თქმა უნდა, ტყდება ეს საეჭვო გზასდასდგომია. დიახ, ეს ჭორებიც გულს უკლავს, თან მეგობრის ბებიის ნათქვამია, რომ აი ელიც საეჭვო გზას დასდგომია და ეპოქაც დაგვიხატა ნიკოლა რქიფანიძემ, რომ მეძაურუშობა ჩამოვარდით, ანუ ხასობა გახდა სანატრელი. და ამ ჭორებს გაექცა შესაძლოა უკეთესის შეძენის სურვილმა, უკეთესმა ცხოვრებამ იქნებ მას მოუტანო შვება და ამიტომ მიყვება ჰექსლეის და აქ რას აკეთებს ამ დროს მამამისი, ეს არის საინტერესო შალვა გორდელიანი, რომელიც ავტორმა ასე დაახასიათა, რომ შენელებული მხედრული სული ჰქონდა. უკვე შენელებულია მისი მდგომარეობა. ვერაფერს ვერ სთავაზობს თავის შვილს. ჰექსლეის იწვევს დუელში. დიახ, ჰექსლეის იწვევს დუელში, მაგრამ ეს ქართული საზოგადოების, ქართული თავადაზნაურების უკანასკნელ გაბრძოლება არის, უკანასკნელი გაბრძოლება, რომ აი ღირსების გრძნობა შერჩენიათ გაიბრძოლა კიდევაც დუელში, გამოიწვია კიდევაც, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს იყო უსარგებლო და თვითონაც ამბობს, რომ მე ისე ვარ დატვირთული, როგორც ვირი უსარგებლო მარილით და მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ ეთქვა ჩემ შვილს მოუარეო. ვერც ვერაფერს ვერ ეტყოდა, იმიტომ რომ პირველი ქორწინებაც მისი ბრალი იყო, მამამისის გადაწყვეტილებით დაქორწინდა, მეორედ შვინდაძეზეც მამამისის რჩევით ნებართვით უკვე. პირველ შემთხვევაში ძალიან მონდომებულიც იყო. მონდომებულიც იყო და იქნებ ბორენკოს აჯობოს შვინდაძემ და იქნება ბავშვი გორდელიანი შვინდაძე. ქართველი მაინც იქნება, ამ იმედს ჩაებღაუჭა. და აი უკვე ჩვენ ვხედავთ აი აქ ვაჟკაცობასთან დაკავშირებით შემდეგ როდესაც ელის ეუბნებიან აქ რა ვაჟკაცობა გაგივა ქალბატონო, თორემ ეს ბიჭი მარტო მიდის დაცვზე სანადიროდ. დიახ, ესე იგი შემდეგი კადრი არის ელი მერსედესით მიქრის უკვე. ეს მერსედესი არის აი ზუსტად ტექნიკის საუკუნეს გამოხატავს ეს მერსედესი სიმბოლურად და 4 ცელიანი გლეხი გადაეღობება წინ და გაუჩერებენ ამ მერსედესს და ჩასვამენ მერსედესში. და მანდ ეს გლეხები ეუბნებიან, რომ აი ჩვენ ვაჟკაცები კი ვართ, მაგრამ ამ ტექნიკის უცოდინრობის გამო ვართ უძლურები. სიახლე ვიშიში აქვთ.
სიახლეები ან ვერ ეგუებიან ან სიახლეებს ან საასპარეზო არ აქვთ. ვაჟკაცები კი არიან დაცვაც ერევიან, მაგრამ მათ წინაშე არ არის ასპარეზი. და ამიტომ შურით და შიშით შეერწყერიან ამ Mercedes. აი ეხლა Mercedes-ი წარმოიდგინეთ მაშინ თუ თბილისში აქ-იქ თუხთუხით რამდენიმე გადასაადგილებელი საშუალება არსებობდა, აი ეს Mercedes-ი თავისი პომპეზურობით როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ამ გლეხებში, უკვე ძალიან თვალსაჩინოა. შემდეგ უკვე ელის სულიერი მდგომარეობა არის ძალიან საინტერესო, ელი კი ამ დროს აი ყველაფერი ამის ფონზე უსმენს საკუთარი სევდის ხმას და კითხულობს საყვარელს შელის. დიახ, სხვათა შორის აქ იკითხეს ბავშვებმა, რომ აი შელის რა ლექ შეიძლებოდა შელის რა ლექ შეიძლებოდა კითხულობდეს ელი. სხვათა შორის შემდეგ დავავალე, უცებ რა თქმა უნდა არ გამახსენდა შელის ყველა ლექსი და თავად ესე იგი თქვეს რომ შეიძლება ასეთ ლექსს კითხულობდეს, რომ ნუ გაჩერდები, ნუ მოიხედავ წადი. და თითქოს აი უსმინა ამ შელის ელიმაც და უკეთესის ძიების წყურვილით, ანუ წავიდა. წავიდა, მაგრამ შეხედეთ იქ ნიკოლო რქიფანიძემ ფინია ეჯდა ელის წინო. აი ესეთი სურათი, ესეთი კადრი დავიხატა. ეხლა ფინიას სიმბოლიკასაც თუ გადავწდებით, როგორი ძაღლია ეს ფინია? მორჩილი ძაღლი, რომელიც ზუსტად ხვის დაკრუზე ცეკვავს. თლად ძაღლი რო არ არის. თლად ძაღლიც რო არ არის, ხო? და აი ეს ფინიასავით არის ელი ზუსტად ახლა ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მან ვერ გაარკვია თავისი სტატუსი. ვინ არის ეს? ვინ არის ჰექსლეისთვის? ცოლია, საყვარელია, საცოლეა? არ ჩანს, მაგრამ ნიკოლო რქიფანიძე ასეთ ფრაზას გვთავაზობს. ნაზი უსაზღრო პატივისცემა ელის მიმართ. ეს ძალიან გავს მატილდას თაყვანისცემას დიახ, გორდელიანისად. დიახ, შესაძლოა, დიახ. და ამიტომ აი ასე აღმოჩნდა ფინიასავით ამ ჰექსლეის გვერდით. თუმცა მისი ცხოვრება თითქოს მართლა სხვაფერდება, ის ბედსეგუება. ელის საჩრდილევით აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, ამის უცნაურობა, ბავშვის სალერსი, საათობით იჯდა კაულბახის ბედნიერი ქალების პორტრეტების წინ. დიახ, აი სხვათა შორის აქ უკვე ქალბატონ მაია ნინიძის რესურსს შევთავაზებ, იმიტომ რომ ყველა ქალის სახე გამოსახა იმ თავის რესურსში, აი რატომ იდგა მაინც და მაინც ამ პორტრეტების ქალების პორტრეტების წინ, ქალების პორტრეტების წინ ბედრიერი ქალები არიან გამოსახულნი, მაგრამ უფრო ხშირად ათვალიერებს ლენბახის დედასა და შვილს. შესაძლოა აქ შეუძლებელია რომ შვილი არ მონატრებოდა. იმიტომ დგას ამ სურათის ხოთა შორის ნაკლებად ჩერდება თავად ავტორი ამაზე, იშვიათად ახსენებს ამ ამბავს. შეიძლება სწორედ იმიტომ რომ განსაკუთრებით მტკივნეულია, ხო? დიახ, და სხვათა შორის ნახეთ, არაფერს არ აკლებს ჰექსლეი. ყველგან დაყავს, არც რესტორანი აკლია, არც კაფე-ბარი, არც მუზეუმი. მაგრამ მაინც ვერ იპოვა თავისი თავი, იმიტომ რომ საქმე არ შესთავაზა ჰექსლეიმ მას. მაგრამ არის ასეთი მონაკვეთი, სადაც შეფარვით ამ საქმესაც თავაზობს. წავიკითხოთ? წავიკითხოთ თუ შეიძლება. ახალგაზრდა მომღერალ ქალს ახტაცებით შეხვდა კნეინა გორდელიანისა. ეს არის ამუნარიდი გაზეთიდან. მირთმეული ძვირფასი თაიგული კნეინამ გაუგზავნა მომღერალს. ეს გულწრფელი უშუალო პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ღრმა მცოდნეა ხელოვნებისა და განსაკუთრებით კი მუსიკისა. ამის საკითხვის შემდეგ იმართება ჰექსლეის შორის საუბარი. ეს მე ვარ მუსიკის დიდი მცოდნე, ღიმილით დაეკითხა ელი იქვემშდომ ჰექსლეის. რატომაც არა ქალბატონო, ტექნიკური ცოდნა შეიძლება არ გაქვთ, მაგრამ თქვენ სწორედ ჯით და მკვეთრად გამოსთქვამთ აზრს.
ესეც თქვენი დაფასება. არა წარმოიდგინეთ ეს აზრი მე გავიგონე აქ საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ კრიტიკოსიდან ბ.ნ. ჰახერტიდან. მართლა ჰექსლეიმ თავი დახარა და თქვენ შეგძლოთ ამით საკმაოდ გესარგებლნათ. როგორ? იკითხა ელიმ, ხო? ვიმღერო მარგალიტა თუ ვითამაშო ოფელია? ღიმილით შეეკითხა ელი. არა, მაგას არ გირჩევთ. მხოლოდ კინოში. ან ცეკვით თქვენ ფურორს და თქვენ გსურთ? არა, ღმერთმა დამიფაროს. თქვენ დაგინახოთ საჯარი მოწარმოდგენაზე. რამპის იქეთ მდგომი. მე მხოლოდ ვთქვი, რომ ასეთი გარემოება შექმნილი ყურადღება საკმაო გარანტიაა გამარჯვებისთვის. მაგრამ თვით გამარჯვება ჩემი დამარცხება იქნებოდა. არა, ღიმილნარევი შიშით ლაპარაკობდა ჰექსლეი. ძალიან საინტერესო მონაკვეთი არის, დიახ. ელი რო დათანხმებოდა ამ საქმეს. ჰექსლეის ხო უნდა თავისი კინო სახელოსნო შექმნა. კი ბატონო. კინოში შესაძლოა დასაქმებული იყო როგორც მოცეკვავე, როგორც ხელოვნებაცოდნე, როგორც მომღერალი, მაგრამ შეხედეთ თავადაზნაურობის ამპარტავნული კედელი აღიმართა მის წინ მე ვიცეკვო, მე ვიმღერო და სხვა მტაში დამიკრას. ეს მიიჩნია მან წარმოუდგენლად მისი თავადაზნაურული გვარისთვის. და თავად ჰექსლეის პოზიციაზე რა სიტყვია? თავად ჰექსლეის პოზიცია შეეშინდა ზუსტად ელი რო დათანხმებული იყო, ელი თავისი ცოდნით მართლა ფურორს მოახდენდა და უკვე უკანა მხარეს გადაიწევდა. ესეც ძალიან სიმბოლური ხო არ არის? დიახ, ზუსტად ამიტომ უთხრა, რომ მან არ დამთანხმდესო და ზუსტად იმიტომ არის შიშნარევი ღიმილი იმიტომ აქვს. და იქ უკვე ამის შემდეგ არც უკითხავს შემდეგ ამის შესახებ არაფერი. მან შეცდა ელი. ბოლოს მიხდება, როცა თავად გადაწყვეტს ცეკვას. დიახ. და იქ არის ინდოელი, რომელიც ნატრობს, რომ ეს ქალი მე რომ ხელში ჩამაგდებინა, როგორც მოცეკვავე, მე დავიპყრობდი მსოფლიოს. ეს ცოტა ადრე რომ ცოტა შემთხვეოდა ელის, არ შეცდებოდა. აქ ნამდვილად შეცდა და ეს გამოეპარა ეს მომენტი ელის. იცი რა, თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმას, რომ ეს არის მაინც ასე ვთქვათ, სიმბოლური, თავად ელის სახე არის სიმბოლური და განასახიერებს მართლა საქართველოს, ხო? მაგ შემთხვევაში ცოტა სხვა კუთხით ალბათ მოგვიწევს შევხედოთ, იმიტომ რომ არის უკვე არა ერთი ადამიანის შეცდომა, არამედ გაცილებით ღრმა შეცდომები, რომელიც ჩვენ დაუშვით ჩვენს ისტორიულ გზაზე სხვადასხვა ეტაპზე. შესაძლოა. ნიკოლო რთქიფანიძეს თავის ნაწარმოებში შემოყავს ამერიკელი. არც ერთ სხვა მწერალს თუ პოეტს ნიკოლო რთქიფანიძის ამ მოთხრობამდე არ უხსენებია ამერიკელი. შესაძლოა ეს საქართველოს ამერიკის ურთიერთობის იდეოლოგიის საკითხი არ იყო მაშინ მოდაში. არ იყო წინ წამოწეული, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში ამერიკის მერმისი და ევროპული მილიტარიზმი მგონი ასე ქვია, მან სრული სურათი დაგვიხატა, რომ ეს ამერიკანიზმი არსებობდა. პატარა ამონარიდი წავიკითხოთ აქედან ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი. დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარ სყოფა მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას, სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოვლისფრით წარმატებული არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ მას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან ისხდიან სახელმწიფო ვალებს. ევროპის სახელმწიფონი კი თანდათან ვალებში სცვივიან, რაც დრო მიდის ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ეს იცის სხვათა შორის ჰექსლეიმ, იმიტომაც უმეგობრდება ბრომლეის, იმიტომაც
მისი ფულისკენ აქვს ესე იგი დაადგა თვალი მის ფულს, იმიტომაც სჭირდება რომ აი ამ თავისი საქმისთვის აი ეს ბრომლეი გამოიყენოს, იმიტომ რომ ბრომლეის კავშირები აქვს და ბრომლეი არის ამერიკელი. თუ ელის ეხამუშება ყოველთვის ბრომლეისგან შემოთავაზებული აი რომ პატიჟებს რესტორანში, კაფეებში, ჰექსლეის ეს ძალიან ჩვეულებრივად იღებს ამას. ევროპელი ამერიკელი. დიახ. და ქართველი კიდევ უხერხულად გრძნობს თავს, რომ აი სულ სხვა რომ ეპატიჟება. და მაგრამ ელის ბრომლეი არ მოსწონს, იმიტომ რომ გაუნათლებელია. აი უბირია ეს ბრომლეი. სხვათა შორის ელი არ ჩაჯდებოდა ბრომლეის მერსედესში. იმიტომ რომ აი ეს ბრომლეი მის შესაფერისად არ მიიჩნია. ესე იგი, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, მრეწველობა და ეკონომიკით ჯობნის ამერიკა ევროპას, მაგრამ განათლებით ვერ დაიკვეხნის ამ დროს ამერიკა. და აქ უკვე აი მიზანი ძალიან საინტერესოა აი ეს დიალოგი, რომელიც იმართება ბრომლეისა და ჰექსლეის შორის, როგორც ამერიკელსა და ევროპელს შორის. ანუ რით ცხოვრობს მაინც ეს ქალი? გადაჰყვრით კითხა მუსაიფში ჰექსლეის ბრომლეი და სრულიად გულახდილი პასუხი მიიღო. ქალბატონ ელის გულზე აქვს საუნჯე, რომლის დახარჯვა არც კი შეიძლება 4-5 წელი. თუ მივიღეთ მხედველობაში მის ძლიერ შეზღუდულ მოთხოვნილებას. ბრომლეის ეგონა ჰექსლეი ქალის სხეულის რაიმე თავისებურებაზე ამბობსო და წარბების შეჭმუხნა. არ მოეწონა ხო ესა? მე არ ვარ სპეციალისტი, განაგძრო დაწყებული პასუხი ჰექსლეიმ, მაგრამ ვატყობ რა უცხო რამ არის. ეხლა კი ბრომლეის გაუხარდა, საიდუმლოებას ფარდა აეხსნაო და ცნობის მოყვარულობით ჩაჰკითხა, რა საუნჯე? მედალიონი, უნიკუმი. მე-18 საუკუნისა, რომელსაც ყოველი მუზეუმი სიამაყით შეიძენდა. აი ეს ეპიზოდი განმარტოთ. ეს ეპიზოდი, აი წარმოიდგინეთ, მე-18 საუკუნეში ჩვენ მქონდა ხელოვნების ისეთი ნიმუში, რომელიც აცხოვრებდა ადამიანს 4-5 წლის განმავლობაში. ეს ერთი ნაკეთობა. და ამ დროს ამერიკას საერთოდ ამერიკა, როდესაც ეს ნიმუში იქნებოდა, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. და აი ზუსტად ეს იცის იმ ცბიერმა ევროპელმა, იმ განათლებულმა, მაგრამ ცბიერმა ევროპელმა. და ამერიკა როგორ უყურებს ამ ამბავს? რაღაც დიდი ყურადღება ამისთვის არ მიუქცევია, იმიტომ რომ მას აქვს ფულის კეთების მიზნად დასახული დოლარი. და აი ამას ინგლისურად თუ ამერიკულად ქვია make money, ანუ ფულის კეთება, რომელიც სტილისტურად ქართული ენისთვის ცოტა შეუფერებელია, მაგრამ ამერიკისთვის მთავარი მიზანია. თითქოს არც დაინტერესა ამ სამკაულმა, მაგრამ ფულის კეთების მხრივ ახლა ნახეთ როგორი გაამაყებულია, როგორი რაღაცა უფრო ზვიადია და არ თაკილობს იმასაც, რომ აი ჰექსლეის მსახური რამინო იყიდოს. აი უბრალოდ მას შეუძლია რომ ადამიანი იყიდოს. და რასთავარი ჰექსლეი ყიდის. და ჰექსლეი ყიდის და წარმოიდგინეთ ეს ელის საერთოდ თავში არც მოუვიდოდა რომ ასეთი რამე შეიძლებოდა ვინმეს გაეკეთებინა. და აქ რამინო ინდოელს გვაცნობს ასევე ნიკოლ ორთქიფანიძე, მაგრამ ინდოელი ამ მოთხრობიდან გაყავს სწორედ მაშინ, როდესაც ინდოეთი გაათავისუფლა ინგლისის კოლონიისგან. აი ზუსტად იმ დროს გაიყვანა და ელისაც თვალი აეხილა. და ზუსტად იქ რესტორანში, როდესაც ისინი სადილობენ, აი მაშინ რაღაც კერძს მიირთმევს და ამბობს, რომ ამას მოუხდებოდა კვაწარახი, მჟავე და კვაწარახი.
აი აქ უკვე სამშობლოს ნოსტალგია, ელის სამშობლო ენატრება და მიხვდა რომ უსამშობლობა ეს არის ტრაგედია, უსამშობლო ადამიანი, დიახ, უსამშობლო ადამიანი სრულფასოვანი არ არის და გადაწყვეტს რომ დაიმსახუროს, იყიდოს სამშობლოში წასვლის შესაძლებლობა. სხვათა შორის ბრომლეი ამაზე უარს არ ეუბნება და არის მზად ყველანაირი თანხა გაიღოს, მაგრამ მაშინ უკვე საქართველოში სხვა ვითარება არის, უკვე საქართველო SSRK-ს შემადგენლობაშია და საბჭოთა კავშირს რკინის ფარდა აქვს ჩამოყალიბებული და ასე თვითნებურად ჩასვლა-ჩამოსვლა შეუძლებელია. და აქ ცეკვისას უკვე ელი გადაწყვეტს რომ იცეკვოს, ამ ცეკვით მოიპოვოს სამშობლოში წასვლის უფლება და ცეკვავს და ცეკვისას ახსენდება მამა, თავისი სახკარი, მაგრამ არ ჩანს მან ხილვებში დედა და არ ჩანს შვილი. იმიტომ რომ შესაძლოა იმიტომ არ ჩანს დედა, რომ დედა ევროპელი ყავს. ამ ევროპის დედა არ არის ის, ვინც მას სამშობლოსთან აკავშირებს. დიახ, და შვილიც გაძიძავებულია. და ძიძასთან ცხოვრობს და არც კი იცის რომ დედა აქ გველებთან ცეკვისას კონიაკით მთრალი, აი ეს თავდაჭერილი, ზნეობრივად ამაღლებული ქალი, რომელიც იმასაც თაკილობს, როდესაც ჰექსლეი სავარძელზე გადაჯდება და უშნოდ ზის და თვითონ ბრომლეისაც ფეხები გრძლად ესე სავარძელში ისე გაშვერილი აქვს და თაკილობს და ესენი შეამჩნევენ ამ მის ფერისცვალებას და ჰექსლეიც მხოლოდ ერთი შეხედვით აიძულებს რომ გასწორდეს მხოლოდ ერთი შეხედვით აიძულებს რომ მოიქცნენ და დასხდნენ ქალთან ღირსეულად და აი ესეთი ქალი კვდება კონიაკით მთრალი და გველებისგან ასე დაგესლილი და გველით შესაძლოა ბედისწერაა, ნახეთ არ პატიობს, უკან არ აბრუნებს გველი არავის. აცდუნებს, 64-დან აძევებს და უკან არ აბრუნებს. აი ეს თავად შელოცვაზე რა სიტყველია. დიახ, აქ უკვე მიხვდა რომ სამშობლო მოენატრა და უშველის, მხოლოდ სამშობლო და უშველის შელოცვა, უშველის თავისი ძიძი შელოცვა, რომელიც უკანა ოთახში აი ამ ღირებულებებს აზიარებდა, მაგრამ შელოცვა უკვე არ შველის ელის, იმიტომ რომ ელი გაექცა თავის ქვეყანას, თავის გაჭირვებას, ვერ აიტანა ეს გაჭირვება, უცხო ქვეყანაში სიამის საძებნელად წასულმა სულიერი შვება ვერ იპოვა, ვერ შეეწყო შესაძლოა ეს შელოცვა და რადიო, ზეგი ტრადიცია და ტექნოლოგია, ტექნიკა. და ეს შელოცვა ზუსტად მაშინ ჭრის, როდესაც გწამს. და ელიმ აი ეს რწმენა, სიყვარული და სასოება, ეს სათნოების ეს სახეობანი, ეს ყველაფერი შემოეცალა. ესე იგი, რწმენით დიდად არ გამოირჩეოდა, ეს ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა დიდად, სიყვარულითაც არც ერთი ქმარი არ უყვარდა და იმედიც დაკარგა. და შელოცვა მაშინ ჭრის, როცა შენ სამშობლოში ხარ და გწამს. და მიბმული ხარ შენ სამშობლოში. და მიბმული ხარ ფესვებით შენს სამშობლოსთან. და ბოლოს იცი აი ეს ორი ეპიგრაფი, რომელიც წინ უძღვის წეგან ერთი ვახსენე და მეორე ეს არის ცენტრალური სიტყვები ლიტურგიისა. ესე არის სისხლით ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად სოდვათა და შემდეგ აქვს დართული ერთი სტრიქონი და გასაწამებელად სიცოცხლეა. სხვათა შორის პირველად წავიკითხე გასაწამებელად, არა საწამებელად, არამედ სარწმუნებელად, ანდა
სიცოცხლის ერთ წამად ქცევად რაღაცა ესეც. დიახ, ეს ქალბატონ ლალი დათაშვილის მოსაზრება, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ვთქვათ ინტერპრეტაციით ვთქვით ეგა და განვიხილეთ რომ მოსწავლეებთან გულისხმობ, იმიტომ რომ რადგან ხშირად იმოწმებს თვითონ ნიკოლა რთქიფანიძე რუსთაველს, ჩვენც რუსთაველი მოვიშველიეთ, ანუ რუსთაველი მოგვევლინა მხსნელად და მან არის ერთი საოცარი ფრაზა, ყველა საოცარი ფრაზა ახლა ვიფრთხილ ყავსანში, მაგრამ თავისივე ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. ელისაც ზუსტად ეს დაემართა, თავისივე ცნობისგან ჩავარდა გასაჭირში. თავის თავს თვითონ გაუკეთა ცუდი. ამიტომ ნიკოლა რთქიფანიძეს რომ უწერია, რომ მას ეკუთვნოდა, რომ ბარათაშვილივით მისი ფერფლი მიმოებნიათ, მაგრამ ბარათაშვილის სიმაღლემდე ელი ვერ ავიდა. ორივე ობოლია, ორივეს ბოროტისული აესვეტა წინ, ორივე უცხო ქვეყანაში გარდაიცვალა, მაგრამ ელის აი ეს უცხოობაში რა ასიამე ბარათაშვილის ლექსებში გაგრძელდა, მაგრამ ბარათაშვილმა გზა აჩვენა შემდეგ თაობას. გზას ვერ აჩვენებს ელი ვერავის. უпроსტორად აჩვენებს იმ გზას, რომელზედაც არავინ არ უნდა გაიაროს. აი ეგ არის ელის ბოლო გაკვეთილი. მე მგონი თავისი ცეკვით ეს გაკვეთილი გვაჩვენა, რომ იმ გზაზე, რომელზედაც მე გავიარე, თქვენ არ უნდა გაიაროთ. და ამით დაამთავრა ნიკოლა რთქიფანიძემ თავისი ნაწარმოები. მე თუ ზეპირ მიცინია, ქვექვე მithქვა მზიდულმალა. ვადა ეს ვა ზუსტად იმ ვაის აღნიშნავს შემოკლებით. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოისმენენ ყურადღებით განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმიტომ რომ თქვენ განსაკუთრებით გეხერხებათ ახალგაზრდებთან ლაპარაკი. მე მიმართავ მოსწავლეებს, რომ მაინც და მაინც ის რაც ახლა მე ვილაპარაკე, ის კი არ არის სრული ჭეშმარიტება და ასეთი ჩვენ სწორედ ინტერპრეტაციებზე ვლაპარაკობთ. დიახ, შემდეგ უკვე მათ შეუძლიათ უფრო ღრმად ჩაასწორდნენ, ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს და სრულიად განსხვავებული შეხედულებებიც გამოთქვან. განსხვავებული შეხედულებები გამოთქვან და მე ვიმედოვნებ, რომ ასეც მოიქცევიან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.